ჩაუდოთ, რომ ამასთან ლაპარაკი არ შეიძლება, ყველასთან შეიძლება ლაპარაკი, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც ჩემთვის არ შეიძლება ლაპარაკი კრიმინალურ ავტორიტეტებთან და არ შეიძლება მათთან პარტნიორობა, ისეთები როგორც არიან ტარია ლონიანი, შაქრო კალაშოვი და ასე შემდეგ, არ შეიძლება იგორ გიორგაძესგან საჩუქრების მიღება, რასაც სააკაშვილი აკეთებდა და არ შეიძლება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა. ამას მე არასდროს არ გავაკეთებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისთვის რომ საქართველოს გავანთავისუფლო აი ამ სისხლიანი რეჟიმისგან, რასაც ქვია მერაბიშვილ სააკაშვილის რეჟიმი. ყველას შევხვდები, თარგამაძესაც შევხვდები, ყველა ადამიანს შევხვდები, ოქრუაშვილსაც შევხვდი, ნუღაიდელსანაც ურთიერთობა და მიურთიერთობა მომავალში, იმისთვის რომ და ვანო მერაბიშვილი რო გადადგება, მასაც შევხვდები. თუმცა მიმაჩნია რომ ვანო მერაბიშვილთან ურთიერთობა აღარ ვამბობ, მის ფან-კლუბში გაერთიანება, რომელშიც ბევრი თქვენი კოლეგაა, ახლა მოვაჩინე გაერთიანებული Facebook-ზე არსებობს ესეთი ფან-კლუბი. ეს არის სირცხვილი, როდესაც ვანო მერაბიშვილის ფან-კლუბი არსებობს. და კიდევ ერთი, ისა სხვათა შორის რა. ვიღაცა ალბათ თulis რომ კახა თარგამაძეს შეხვედრა ეს ბატონო და რუსეთის თემა მინდა რომ ამოვწურო. რატო იცის ყველამ თაკო სალაყაია მაინტერესებს თელმა საქართველოს, რატო იცის? განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მე მაინც უნდა დავსვათ ჩემი შეკითხვა. თქვენ როდესაც საუბრობთ ამ დუგინზე, მხოლოდ დუგინის ამჯერად მე იცით რატო საინფორმაციო ხელმძღვანელი ხართ და ადამიანებს ესეთი ჩირს როცხეებ, ცილს წამებ, შეგიძლია ჩავპიარსოთ. ბატონო დავით, დამასრულებინეთ შეკითხვა და ალბათ მიხვდებით რა კითხვები ჩნდება საზოგადოებაში. არის ნარკოტრაფიკის გადატანა გინდათ ბატონო დავით, ერთი წუთი კითხვები გადავსვა და ყურადღების გადატანა მინდა კი ბატონო. გვაქვს იმის დრო რომ გავყვეთ ყველა დეტალს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყოველ შემთხვევაში. როდესაც გადატანა თქვენ გინდათ, სწორედ იმიტომ რომ 24-ში სწორედ იმ დღეს, როდესაც მთელი დღე ამას მიეძნო რუსთავი 2-ს თქვენ საინფორმაციო გადაცემებს. საერთოდ არ გაუშუქებია რომ ევროსაბჭომ ძალიან ძიმე რეზოლუცია მიიღო. ეჭვი მაქვს რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ამ კოლეჯში და იმედი ამ ბრალდებებისთვის არ მოსულხართ ამ სტუდიაში. აი ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია იქიდან გააცნოთ აუცილებლად, მაგრამ ჯერ დავასრულოთ ეს თემა. როგორ დააგმო ევროსაბჭომ ის ძალადობა, რასაც ეს ხელისუფლება ეწევა მომიტინგეების წინააღმდეგ. ბერლინის შეხვედრა არ მოუწყვია არც რუსთავის, არც ერთ ტელევიზიას. მოდით შევთანხმდეთ და არც ერთ ტელევიზიას და არც რუსთავის ეს შეხვედრა არ მოუწყვია, რის გამოც გაჩნდა უამრავი კითხვა. ამიტომ მე მინდა რა კითხვებზე გამწევთ პასუხი და მოდით ჯერ ამოვწუროთ რუსეთის და პუტინის თემა. სკანდალებს და ქნით რომ ეს არის თავი. თქვენ ახსენით მაშინ თუ ეს არ არის ესეთი სკანდალური ვთქვა და არ არის პრობლემა იმისთვის ხართ სტუდიაში რომ თქვენი განმარტებები მოვისმინოთ. მე დავმალე, ვინმე მკითხეთ და უარი ვთქვი. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. გაჩეჩილაძის შემდეგ ბატონო დავით, როდესაც ისაუბრებდა რომ ევროპაში მას ქონდა შეხვედრები, რომ ის ელოდება გარკვეულ თანხას დასაფინანსებლად. ძალიან დიდხანს იზრდებოდა ეს კითხვა. შუაში ამასთან დაკავშირებით. გავყვებით ამ თემას, იმიტომ რომ არ სახელდება დღემდე ის ბიზნესმენი, მაგრამ მე მინდა რომ ის რუსი პოლიტოლოგების კომენტარები მოვისმინოთ, განვაგრძოთ ბატონო დავით, ამაზე საუბარს რამდენიმე წუთით ხო შეიძლება რომ ეს კომენტარები მოვისმინოთ, იმიტომ რომ მე მაქვს უბრალოდ ესეთი კითხვა, როდესაც დუგინს კითხულობდით თქო და მის ინტერვიუს, თქვა რატომ გწამთ მარტო დუგინის, როდესაც ევროპაც კი არ მალავს, რომ თქვა პუტინის მიზანია რომ და მთელი სამყარო რომ მოხდეს რეჟიმ ჩეინჯი, რასაც ქვია, ანუ რეჟიმის შეცვლა საქართველოში. და იმ დაფინანსებაზეც აბსოლუტურად განსხვავებული კომენტარები კეთება, მოვუსმინოთ, გავუშვათ და განვაგრძოთ საუბარი. Кремль хочет вернуть Грузию под свое. Ჩემთვის გასაკვირი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ფინანსური, მორალური და იდეოლოგიური მხარდაჭერა, რადგან გასაგებია კრემლის პრეტენზიები საქართველოს მიმართ. მას სურს საქართველოს საკუთარი იმპერიულ სივრცეში დაბრუნება და ნებისმიერი სახის დახმარებასაც უწევს ოპოზიციას. როდესაც ვაკვირდებოდი ოპოზიციის აქციის დაწყებას 9 აპრილს, მაშინვე დავწმუნდი რომ მოსკოვის პოლიტექნოლოგები რაღაც სახით ეხმარებოდნენ, რადგან ქართული ოპოზიცია ძალიან პრიმიტიულად მართავდა აქციებს. არ იყო შოუები, პერფორმანსები, მაგრამ უცბად გაჩნდა საკანები, ქურთუკები, სტაფილოები, კურდღლები და ზუსტად ეს ყველაფერი იყო მოსკოვში, როდესაც მოძრაობა ნაშა აქციებს მართავდა ესტონეთის საელჩოსთან და ევროკომისიის წარმომადგენლობასთან. ევროკომისიის ოფისთან დადგეს საკნები, სადაც ხალხი იჯდა, ასევე მიიტანეს სტაფილოები, რომლებსაც საელჩოს ესროდნენ. ბევრი რამ ერთმანეთის მსგავსია. Хотят приблизить к себе. У меня также нет сомнений. ეჭვი არ მეპარება რომ საქართველოში დესტაბილიზაციას კრემლი უჭერს, მხარს და აფინანსებს. ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც. საუბარია ეგრეთ წოდებული ოპოზიციის დაფინანსებაზე. უკვე იძლევიან ლიდერები ინტერვიუებსაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ფინანსდება საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდული კამპანია. ისიც ცნობილია, რომ ჩემთვის რუსეთში მოღვაწე ქართულ ბიზნესმენებს აიძულებენ ამგვარი პროექტების დაფინანსებას. ისინი იძულებულები არიან ასე მოიხსნენ. კრემლმა საქართველოს და სააკაშვილის მტრებად გამოაცხადა და იყენებს სერიოზულ არხებს. ჩვენთან არსებობს ასეთი ორგანიზაცია FSB, რომელიც ჯაშუშს ხაჭერს და პროპაგანდულ კამპანიას სწორედ ეს უწყება ახორციელებს. კარგით, მოვისმენთ ჩვენ გასაპირისპირო განცხადებები, ეს მხოლოდ იმიტომ მოვისმენთ, რომ თქვა თქვენ ერთის მოიყვანეთ მაგალითი და აქ ჩემი კითხვა და გამეცით პასუხი.